წმინდა ირინეოს ლიონელი მეორე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის მამაა. იგი იყო ხიდი მოციქულეობრივი ხანისა და შემდგომი ეკლესიის შორის, რადგან ბავშვობაში იგი უსმენდა წმინდა პოლიკარპე სმირნელის ქადაგებას, რომელიც წმინდა იოანე მოციქულის მოწაფე გახლდათ. იგი დაიბადა მცირე აზიაში, სავარაუდოდ სმირნაში, იზმირში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით გადავიდა გალიაში, საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სადაც გახდა ეპისკოპოსი. ქრისტიანთა დევნის დროს იგი ცდილობდა მშვიდობა და ერთიანობა შეენარჩუნებინა ადგილობრივ ეკლესიაში. რაც შეეხება მის მოძღვრებას, მის ყველაზე ცნობილ ნაშრომთა შორის ყველაზე ძლიერი და ცნობილია ერესთა წინააღმდეგ. აქ იგი ამხელს გნოსტიკოსთა მცდარ სწავლებებს. აგრეთვე ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რწმენა ინახება მოციქულთა მემკვიდრეობაში, ეპისკოპოსთა გადმოცემით. ხაზს უსვამს, რომ წმინდა წერილი უნდა იკითხებოდეს ეკლესიის ტრადიციის ფარგლებში და არა თვითნებურად. მისი მთავარი თეოლოგიური იდეაა, ირინეოსის თანახმად, იესო ქრისტემ ხელახლა მოიცვა კაცობრიობა. ადამმა დაუმორჩილებლობით შესძინა ცოდვა, ხოლო ქრისტემ მორჩილებით განკურნა. ყველაფერი, რაც ადამიანში დაზიანდა, ქრისტეში აღდგა და განახლდა. რაც შეეხება მის გარდაცვალებას, გადმოცემით წმინდა ირინეოსი დევნისას მოკლეს, თუმცა ეს ფაქტი ისტორიულად ბოლომდე დადასტურებული არ არის. რაც ყველაზე აღსანიშნავია, მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიები მას წმინდანად აღიარებენ და პატივს მიაგებენ. 2022 წელს რომის კათოლიკე ეკლესიამ იგი გამოაცხადა ეკლესიის მასწავლებლად. ლათინურად გამოითქმის ასე: დოქტორ უნიტატის. მისი მოძღვრება დღესაც განსაკუთრებით ფასობს ერთიანობის, ტრადიციისა და მართლმადიდებელი რწმენის დასაცავად.